გლდანის ციხეში ერთ საკანში მყოფმა პატიმრებმა გიორგი ჩიკვაიძემ, ირაკლი პაპიაშვილმა და ანდრი კვარაცხელიამ შიმშილობა დაიწყეს. ინფორმაციას გიორგი ჩიკვაიძის დედა ეკა წერეთელი ავრცელებს. მისივე თქმით, შიმშილობა დაპატიმრებულებმა ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის გამო გადაწყვიტეს. როგორც წერეთელი ამბობს, მათ საკვები არ მიაწოდეს და მუქარით მოსთხოვეს ხელი მოეწერათ ოკმზე, თითქოს მათ თავად თქვეს საკვების მიღებაზე უარი. ჩიკვაიძის დედამ სიმბოლურად დღეს იუსტიციის სახლთან მოხარშული წიწიბურა და მაკარონი დატოვა. დანის მერვე დაწესებულების პირველი კორპუსის 84 საკანში 3 პოლიტპატიმარი შიმშილობს. ეს არის გიორგი ჩიკვაიძე, ირაკლი პაპიაშვილი და ანდრი კვარაცხელია. მიზეზი ისევ და ისევ ზეწოლა, მიზეზი ისევ არაადამიანური დამოკიდებულება მათ მიმართ. ამჯერად ეს გამოიხატა საკვების არ მიწოდებაში. ეს კი რაღაც წამების ახალი ფორმა აქვს, თუნდაც შეუტანენ საკვებს, თუნდაც არ შეუტანენ საკვებს. და მერე როდესაც მოითხოვეს ოქმით, რომ ხელი მოეწერა თვითონ თქვეს უარი ამ საკვებზე და ამაზე უარი მიიღეს, გადავიდნენ ძველ ბიჭურ მუქარაზე. როგორც ჩანს, ეს არის რაღაც ზედამხედველები იმ კორპუსის, რომლებმაც რაღაც ხმის აწევით მათ გააგებინებს, რომ ჩვენ დაგამახსოვრებინებთ ჩვენ თავს. პატასალია აწამებს პატიმრებს ციხეში. ეხლა ჩემი სიმბოლური მათი წამების იარაღი მე მოვიტანი აქ მოხარშული სხვათა შორის წიწიბურა და მაკარონი. გადაიღოთ, აი ამას ვუტოვებ ბატონ სალიას. ეკა წერეთლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დღეს პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. მათი მტკიცებით, გიორგი ჩიკვაიძე შერჩევითად იღებს გარკვეული სახეობის პროდუქტებს და სისტემატურად აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანი პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციაა. პენიტენციური აცხადებს, რომ გიორგი ჩიკვაიძეს და მის თანამესაკნეებს ციხის თანამშრომლებმა 25 და 26 ოქტომბერს საუზმის სახით კანონით დადგენილი ულუფა შესთავაზეს, რაზეც მსჯავრდებულებმა უარი განაცხადეს და საკანში მხოლოდ პური დაიტოვეს. შემდგომ სადილისა და ვახშამის მიღებაზეც განაცხადეს უარი იმ მიზეზით, რომ არ სურდათ. ასევე 2025 წლის 26 ოქტომბერს 13 საათსა და 22 წუთზე მსჯავრდებულებს შეეთავაზათ სადილი, რა დროსაც მსჯავრდებულმა ჩიკვაიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციურ დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოებში ჩარიცხულ საკვების დარიგებაზე უფლებამოსილ მსჯავრდებულს, რომელიც გადაადგილდებოდა დაწესებულების მორიგე თანამშრომელთან ერთად. მსჯავრდებული გიორგი ჩიკვაიძე ასევე არ დაემორჩილა მორიგე თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შეწყვეტის შესახებ. იგი კვლავ აგრძელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფის მიყენებას სამეურნეო სამუშაოებში ჩარიცხული მსჯავრდებულის მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 მაისს ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით, მის ბიზნეს პარტნიორი ირაკლი პაპიაშვილს კი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავებოდნენ. ჩიკვაიძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ მას რეჟიმი პოლიტიკურად დევნის, რაც შეეხება 26 წლის პროევროპული აქციების აქტიურ მონაწილეს ანდრი კვარაცხელიას მოსამართლე ჯვებენაჭყებია 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლისთვის მოლოტოვის კოქტეილის სრულად ედავებოდა. კვარაცხელია ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მის საქმეში არ არსებობს პოლიციელი, რომელმაც ფიზიკური დაზიანება მიიღო, თუმცა იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი, რომელთაც დაზარალებული სტატუსი ჰქონდათ. სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას პოლიციელებმა თქვეს, რომ მოლოტოვის კოქტეილი არ მოხვედრიათ და მხოლოდ ასფალტზე გაჩენილი ცეცხლი ჩააქრეს.